მოგეხსენებათ გირგვლიანი ცხონებული სადაც აწამეს. მიყავ ზუსტად იმ ადგილზე. სასაფლაოზე. დიახ. ოქროყანაში. ოქროყანის სასაფლაოზე. ვამეხი მუხლებზე გდია. ეს ვეღარც ლაპარაკობს. აი, ვეღარც ხედავს, ვეღარც ლაპარაკობს სისხლებისდის პირიდან, ორი თვალი დაკარგა სხვათა შორის. ამ დროს დათა ახალაია პიჯაკს წევს, იღებს იარაღს, აი ესეთ მდგომარეობაში ტენის, ხან მე მომიშვებს, ხან ვამეხს. და ნიცინის. რომელი პირველი? ანუ გზა მაქვს, სხვა მეუთხარი? მოდის მელნიკოვი, ეხლა კარგად მომისმინეს შენ, იმიტომ რომ არაფერი არ ისმის. აი მთელი ჩემი ოჯახი დამისახელა, ორი თვის შვილი, მეუღლე, ანუ ყველა. არავით არის ავადმყოფა. გაფრთხილებას გვაძლევს. არავით არის პოლიცია. ანუ არა სახლის იქით ნაბიჯი და ისჯებით, აი როგორ ამოგწყვიტავთ ოჯახებიანად. შენ იმენა ბოლოს გავიხრიტავ თავს, რომ გაყურებინებ ყველა ოჯახის წევრს როგორ ამოგიწყვიტავ. სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ზუსტად დათა ახალაიას დავალებით. იმავე სასაფლაოზე, იმავე ხევში აღმოჩნდნენ და სანდრო გირგვლიანი იმ ხევში მოკლეს. მოკლეს და მერე ამტკიცებდნენ, რომ ეკალბარდებზე გადაიჩეხა თურმე თავისით. გეყო თქვენც და ყველასაც ამოვიდა, აი ყელში მაგ უკვე ამოსული, ამოვიდა ყელში გირგვლიანზე ლაპარაკი.